ბატონო გოჩა თქვენ. მოგესალმებით ბატონო დავით, მოგესალმებით თქვენს გამომწერებს, მაყურებელს, შვენელს, ყველას ერთად. სულ რაღაც 2 საათის წინ გავხდით YouTube-ზე 34,000 გამომწერის ფლობელი ბატონო. იზრდება, ამიტომ ვინც უყურებს აუცილებლად დაალაიქოს და უფრო გაავრცელოს რაც შეიძლება. შევ ბევრმა რომ ნახოს. მენელს შევახსენებ, რომ ჩვენი ვიდეო ჩართვის სტუმარი არის ბატონი გოჩა ვედრეაკოვი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ვინც მე მიყურებს, ყველა მიცის რომ არ დავით ნემსაძე, ჩვენ ვაფასებთ პოლიტიკურ მოვლენებს, მე ვიმყოფები საფრანგეთში, რაც ჩემი კეთილინებით არამედ პოლიტიკური დევნილის სტატუსით. და დღევანდელ ვიდეო ბლოგში ჩვენ მიმოვიხილავთ მსოფლიოსა და საქართველოში, უბრალოდ საქართველოს და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის კრიზისს ახლო აღმოსავლეთში და შევაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას ჩვენი ერის, როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო გოჩა. მოგესალმებით ბატონო დავით, ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა ამ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, რომელიც მოულოდნელი არსებობა, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ქართველებს, ასე ვთქვათ, საქართველოში ძალიან გვიყვარს რაღაც წარმოსახვის სამყაროში ცხოვრება, ვიდრე რეალურ სამყაროში შევხედოთ ხოლმე სამწუხაროდ. იცით რა არის? საზოგადოება, რომელიც დაკავებულია საქართველოს ყოველდღიური ყოფით, მას არ რჩება დრო იმისთვის ყურადღება მიაქციოს სოფლიოში იმ სტაგნაციურ მოვლენებს, რომელიც შემდეგ კრიზისებში გადაიზრდება და ვერც მოთხოვ ადამიანს იზრუნოს მაგალითად და იფიქროს იმაზე თუ რა ხდება ირანში ან რა ხდება ისრაელში თუ პალესტინაში თუ რა მოვლენებით და რა დოზით არის ამაში ჩართული გეოპოლიტიკური დანტები, გესმით? ადამიანებს თავისი პრობლემები გააჩნიათ ბატონო გოჩა, ეს არის სოციალური პრობლემები, ეს არის ფინანსური პრობლემები, ეს არის ბრძოლა ყოველდღიურობისთვის და იმაზე დაუნდობელი მე ვიტყვი, ვიდრე შეიძლება ვიღაცას რაკეტა მოხდეს თავში და მოკვდეს. ქართული ოცნება და დღევანდელი ხელისუფლება ყოველ დღე ესვრის ჩვენ საზოგადოებას სხვადასხვა სახის რაკეტებს, სოციალურ რაკეტებს და ეს დამაზიანებელი ჭურვები ყოველდღიურად წყდება ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით დაგისვამთ შეკითხვებს ამ თემის ირგვლივ. მანამდე მე მინდა მოვისმინო თქვენი ანალიზი იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც იყო ახლო აღმოსავლეთში და რომელმაც მთელ რეგიონში გარკვეული სტაგნაციები გამოიწვია. დღევანდელი ვითარებით ომი უბრალოდ შეჩერებული არის იმ საზოგადოებისთვის, ვინც არ იცნობს, თქვათ, რუკაზე სად მდებარეობს ირანი და სად მდებარეობს ისრაელი, ვეტყვი რომ მათ არა აქვთ სახმელეთო საზღვარი და მათ შორის კონფლიქტი მიდიოდა საჰაერო სივრცით. ბალისტიკური რაკეტებით ბატონო გოჩა თქვენს ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ ნათლად დაინახა ყველამ, რომ ირანი არც ერთი სუსტი სახელმწიფოა. მე ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში ჩაება ზესახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და მიიტანა ირანის ატომურ ობიექტებზე მსოფლიოში ერთადერთი, ასე ვიტყოდი, ზეზუსტი GPS დამიზნების სისტემით გააჩნია ბომბები, ეს არის ბიორის ბომბდამშენი. მიუხედავად ამისა, ირანს როგორც ქვეყანას თავისი სახელმწიფოებრივი ღირსება არ დაუკარგია და მან პასუხი გასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს შეტევა მოახდინა მის ბაზებზე. ჩვენ ახლა ამას განვჭით და განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს შეტევა უფრო ატარებდა სიმბოლურ ხასიათს და როდესაც საპასუხო ცეცხლი გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების მიმართულებით ირანმა, მან წინასწარ გააფრთხილა, რომ თითქოს და არც უნდოდა იქ მსხვერპლი ყოფილიყო, უბრალოდ ის იცავდა მის სახელმწიფოებრივ ღირსებას, რაც გამოჩნდა. თუმცა იყო მსხვერპლი, შეეწირა ადამიანები, ირანმა გამოიყენა ატომური წყალქვეშა გემები, ყავს ირანს 29 ერთეული წყალქვეშა გემი, თქვენ იყავით და მსახურობდით წყალქვეშა გემზე და სრული ანალიზისთვის საჭირო იქნება აქ თქვენი შეხედულებები ამ კონფლიქტთან და მის მასშტაბურობასთან, მის ხასიათთან, მის ეკონომიკურ მხარეებთან, როგორც იყო ორმუსის სრუტის დახურვა და დახურვის ინსპირირება, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე სერიოზული გავლენა მოახდინა და ჩინეთს ეხვეწებოდა შემდეგ
შუამდგომლა ირანთან გაიხსნა ჰორმუზის კორიდორი არის ის სრუტე, რომელსაც მსოფლიო ნავთობის 20%-ის გაჭარება შეუძლია. ზუსტად ამ მოვლენებთან დაკავშირებით აქედან დავიწყოთ და შემდეგ წავყვეთ პროცესებს. მე დიდი მადლობა დავით. კითხვა რა თქმა უნდა და საკითხი საერთოდ ეს ძალიან დიდი არის ფართო, რომელიც ფესვები ამ კონფლიქტის და ამ იმას მედის არა უახლოეს რაღაც 40 წელიწადში, როდესაც ისრაელი დაარსდა და ასე. არამედ დაახლოებით საუკუნეების მანძილზე ეს დაპირისპირება მიდიოდა ძველ სპარსეთის ცივილიზაციისა და დასავლეთ ცივილიზაციას შორის და მაგითომაც ეს მოდიოდა მთელი ეს საუკუნეების მანძილზე. ზოგ შემთხვევაში იმარჯვებდა ერთი მხარე, ზოგ შემთხვევაში მეორე მხარე, ზოგჯერ დაზავდებოდნენ, შემდეგ ბრიტანეთის იმპერიამ შექმნა თავისი, ისე ვთქვათ, პროქსი ძალები, მან ძალიან, ისე ვთქვათ, მოახდინა, როგორ გითხრათ, ზეგავლენა ირანში მიმდინარე პროცესებზე და საბოლოო ჯამში ირანი არ არის, ვთქვათ, ის მეზობელი ქვეყნები, რომლებიც არის მაგათ არაბეთი ან საუდის არაბეთიანის ეს სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, სხვა მენტალობა, სხვა განწყობა, სხვა ერი არის. და ჩვენ ბევრს რატომღაც გონია რახან ეს ახლო აღმოსავლეთია, ესე იგი ყველა ერთნაირია იქ. არიან თქვათ ერთ მხარეზე ებრაული მოსახლეობა, მეორე მხარეზე დანარჩენი მუსულმანური სამყარო. მაგრამ ეს ეგრე არ არის, თორე ეს მუსულმანური სამყაროც ძალიან ასე თქვათ დივერსიფიცირებულია, არა მარტო სუნიტება და შიიტებად იყოფიან, არამედ თავიანთი ეთნიკური, ეროვნული და სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ ყველანი. ირანი ახლა უდიდესი ქვეყანა არის, 90 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ცლად ესე ვთქვათ ისე რომ ახლა საჰაერო დაბომბები და რაკეტები და იმები გინდა GPS-ი დაუმისდონ და გინ GPS-ის გარეშე ეს ვერავინ ვერ დაიპყრობს, ვერავინ ვერ შეიჭრება ესე ადვილად და ეს ვერავინ ვერ განახორციელებს ისეთ ვერ შეცვლის ვერაფერს დიდი მსხვერპლის გარეშე. ბატონო გოჩა, ისიც ვთქვათ, რომ ერთი არის საჰაერო იერიშები განახორციელა და მეორეა განახორციელო სახმელეთო ოპერაცია. დიახ, ეს ძალიან ის არის, ქვია, სახმელეთო ოპერაციის გარეშე ეს ფაქტიურად. საერთოდ ახლა სამხედრო კუთხით თუ მიუდგებით, ახლა რაც გააკეთეს, ვთქვათ, ისრაელის და ასე ვთქვათ, ამერიკის სამხედრო სისტემამ, ეს არის როგორ ვთქვათ, სტრატეგიულ ამოცანები ვერ გადაწყვეტეს მაინც. თავარი ეს არის, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამის განხორციელებას, თუ მიზანი არ არის გამართლებული და მიღწეული იმის რისთვისაც ეს ჩაიფიქრე. უკაცრავად არ დატოვოთ საუბარი, მე უბრალოდ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს და ვალი მოიხადეს ისრაელთან, რომ აი ჩვენც აქ ვართ და ძალიან გაუთვლება, ძალიან არაორგანიზირებულად გამოუვიდათ ეს ყველაფერი და ალბათ ვიტყოდი, რომ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები მართლა არ არის ის სახელმწიფო, რომელიც ასე მალე შეირჩენდა, ვთქვათ, რამეს და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შვიდობის ეგიდით თუ მოტივით თუ არ ვიცი, პასუხი არ გასცა ირანის ცეცხლს, როდესაც დაუშინეს ბალისტიკური რაკეტები ერაყის და სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, მის ბაზებს, მაგრამ ამას უფრო პოლიტიკური მოტივები ჰქონდა, აქ მინდა თქვენი შეფასება. ეს რას გაუდა? თქვენ დაიწყეთ ეს გეტყვით, ეს აი მოდი ჯერ ისე დაუბრუნდეთ იმას, რომ რა ამოცანები იყო დასახული ამ საკითხის ჩაფიქრების დროს, ანუ ამ სამხედრო აქციის გატარების დროს. ჩაფიქრებული იყო, რომ ირანისთვის უნდა გაენადგურებინათ ბირთვული პოტენციალი, ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი, რომ განულებულიყო. და ფაქტიურად ეს ამოცანა ვერ შესრულდა. იმიტომ რომ ეს შეუძლებელი არის გააკეთოს საქმელეთო ოპერაციების გარეშე. საჰაერო დარტყმები კი მნიშვნელოვანია, კარგია, მაგრამ საქმელეთო ოპერაციების გარეშე რომ ჩახვიდე და შეამოწმო და დარწმუნდე, რომ ეს მართლა ასე მოხდა,
ეს ფაქტიურად არის 50-50-ზე და უფრო მეტიც. ეხლა საფრთხე უფრო გაზრდილი არის. საფრთხე გაზრდილია 5 მაგად. რატომ? იმიტომ რომ პირველი რომ ის 450 კილოგრამი რომელიც დამზადებული ურანი იყო და რომლისგანაც შეიძლება 10 ბირთვული ქობინი შეიქმნას, სად არის და სად ინახება და რუსეთშია ჯერ არ არის. ახლა ზოგი ასე ვთქვათ ექსპერტი ამბობს რომ შეიძლება ჩინეთში გაიტანეს, ზოგი ამბობს რომ პაკისტანში, ზოგი ამბობს რომ იქვე გადამალეს სადღაცას. არა მასევე მიდის სპეკულაცია რომ სანამ ამერიკის მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებდა დაერთხა, მანამდე გააფრთხილებულები იყვნენ ირანელებიც, რომ მას აპირებდნენ და არ აპირებდნენ ახლა თქვათ ხელისუფლების შესვლას. და მაგიტომაც მათ მიიღეს შესაბამისი ზომები, ანუ გაიტანეს. რა გამოდის ახლა აქედან რომ შევხედოთ გარედან, ბატონო დავით, ისრაელი ეს გამოვიდა როგორც პროქსი სახელმწიფო. გამოიყენეს ისრაელი რომ დაეწყოთ რაღაცა სხვა მიზნი, რომელსაც არა ვირტუალური პროგრამის განადგურება იყო მიზანი, არამედ უფრო სხვა მიზნები იყო დასახული, რაშიც ეს საბაბი გამოიყენეს, რომ იქ მომხდარიყო სამხედრო აქცია, სამხედრო დაპირისპირება, თუნდაც დროებითი, თუნდაც ორკვირიანი. და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჩინეთის წინააღმდეგ იყო გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთი კვირის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, ერთი კვირის წინ გაევლო პირველ მატარებელს ირანის გავლით, რომელიც არის შუა დერეფნის სახელწოდებით ცნობილი. და შესაბამისად ჯერ ეს არ მომხდარა. ეს არის ფაქტიურად დიდი ვაჭრობა დიდ სახელმწიფოებს შორის. მთავარი მიზანი ამერიკელების და ისრაელის ბრიტანელების არის ჩინეთის შეკავება მაქსიმალურად, რომ მათ არ განახორციელონ ეს, ასე ვთქვათ, აბრეშუმის ზრდა, ისე როგორც მათ ჩაფიქრებულია. და მეტი არაფერი ეს დანარჩენი არის გარბნილი და უბრალოდ ისრაელის უილად დაზარალდა. გამოიყენეს არაფერში, ამოცანა გადაწყვეტილი არ არის. ეს არის დიდი თამაშები, ამ დიდ თამაშებში გამოვიდა, რომ ფაქტიურად უფრო გაორმაგდა უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, აი წარმოიდგინეთ, რომ 450 კილო დამზადებული ურანი არავინ არ იცის ისრაელშია. არა, რა თქმა უნდა ეს გატანილია, მაგრამ რომელი დაჯგუფება გააკონტროლებს ირანში უკვე, თვითონ ირანშიც ახლა არ არის ერთსულოვნება. და იქაც სხვადასხვა შტოებია სახელმწიფოსი, რომელიც ერთი არის ვთქვათ ომის მომხრე, მეორე უფრო ზომიერი რაღაც ნაბიჯების გადადგმა, არ არის გამოიწვული რომ რადიკალურმა თან აიღოს კონტროლი. და მაგ ბომბის დამზადებას დასჭირდება სულ არ ამომეტეს რამოდენიმე კვირა. კი, სხვათა შორის ამ მოკლე კონფლიქტმა, რომელიც კიდევ და ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო შეტევებით გამოხატული, ნათლად გამოავლინა ახალი ომის სახე, საჰაერო ომის სახე ამხელა მანძილებზე, რა ვიცი, კი ყოფილა აქამდე მაგის პრეცედენტი, რომ გამოეყენებიათ ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ ასეთი მასშტაბურობით მსოფლიოს არ ახსოვს, რომ ესეთი გატყორცნები, ესეთი ტაქტიკური დაბომბვები ბევრი იძახოდა, სხვათა შორის, რომ აი ისრაელს აქ ისეთი სისტემა გუმბათი, რომელიც დაიცავს მის 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ მოსახლეობა დაინახა და დაინახა მთლიანად საზოგადოებამ, რომ ომის დროს 100%-ით გარანტირებული პირველი ვერავინ ვერაფერში ვერ იქნება და შემდეგ მეორე არის საჰაერო თავდაცვის იმ სისტემების მახასიათებლები, რომლებიც ისრაელს გააჩნია. მათი ეფექტურობა არ დგება ეჭქვეს, როდესაც აეროდინამიური მიზნები მოძრაობენ 2 მახის დაახლოებით 2 მახის სიჩქარით. ეს არის მახი დაახლოებით 1500 კილომეტრია. ბალისტიკური რაკეტები მოძრაობენ განსაკუთრებით ირანს, რომელიც გააჩნია 10 მახით, 15 მახით
მანძილები აღმოსავლეთ ევროპამდე გაწოდეთ ის აქ განვითარებული ეს იარაღი და ამიტომ თავისთავად ვერ იქნებოდა ის იარაღი 100%-ით კი არა, თუნდაც 50%-ით ეფექტური. აი მარტივად ვიტყვი რა 15 მახსა და 2 მახს შორის ძალიან დიდი მათემატიკური სხვაობაა. ამიტომ იყო მსხვერპლი, ამიტომ იყო ნგრევა, ამიტომ იყო ზარალი, ამიტომ იყო უფრო დიდი ტერორი, ვიდრე შეიძლება ნგრევა ისრაელში, იმიტომ როგორი მომენტია რა არ იცი ეს ცეცხლის წვიმა თავში საიდან დაგეცემა და ეს ხო არ არის ბომბი რომელიც არის თქვათ 100 კილოიანი ბომბი ესენი არიან აღემატებიან რამოდენიმე ათეულობით ტონას ხო და სისწრაფე რაღაცა არითმეტიკული და ამ ომის კუთხით და ომის ახალი სახის კუთხით ამან ანახა თავისი მინუსები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც რა თქმა უნდა იმიტომ რომ მსოფლიო ომის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა ამ მოკლე კონფლიქტით გარდა იმისა როგორც თქვენ თქვით რომ ამას ჰქონდა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზნები ხო ვერც ერთმა მხარემ და ვერც მეორე მხარემ თავისი ამოცანები ვერ გადაწყვეტა ის რაც გაცხადებული ის ვერ გადაწყვეტა საერთოდ მაგრამ რაც განუცხადებელი იყო და რაც სანდა ეს არის ის რომ ეს არის ეკონომიკური საკითხები ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის და ბრიტანეთს შორის მაგიტომაც უბრალოდ გონია რომ იქ რაღაცა ის ისრაელმა გაიმარჯვა თუ პირიქით ირანმა გაიმარჯვა იქ არავის არ გაუმარჯვია უბრალოდ მოხდა ის რაც მოხდა ურთიერთდაზიანება ერთ ადგილზე დაიღუპა 1000-მდე ადამიანი რომელიც არის ასევე ტრაგედია და მეორე მხარესაც დაიღუპა 300-მდე ადამიანი რომელიც არის ტრაგედია და როგორც თმა მეგობარმა მითხრა დაახლოებით 11000-მდე შენობა ნაგებობებია დანგრეული დაზიანებული ისრაელში ვინაიდან პატარა ქვეყანა შენობა ნაგებობები კომპაქტურად არის და თუნდაც ერთი ბალისტიკური რაკეტის ბობინა რომელიც თქვა 1500 კილო იქნება თქვა 800 კილო ის თუ აფეთქდა არ არის ეს პატარა დაზიანება და პატარა საქმე მის შესაბამისად გამოვიდა რომ ირანელებიც და ისრაელის მოქალაქეების გამოყენებულები იყვნენ როგორც ასე ვთქვათ არენაზე გლადიატორები იბრძოდნენ ერთ მხარეზე ვთქვათ შუბით მეორეზე მსხლით როდესაც არც ერთს აქვს შანსი და არც მეორეს ვთქვათ ესეთი მომენტი არის ახლა აქ ნამდვილად ფოტოშოპის იცით უკვე დრო არის ბატონო გოჩა იმისი ზუსტი ანალიზი გააკეთოს კაცმა იმიტომ რომ მე აი ეს პროცესები როცა იყო აქტიური ხალხის ყურადღება და ინტერესი დიდი იყო ამისგან კაცმა არ უნდა მიცე თავს იმის უფლება ყველაფერი ილაპარაკო და თქვა იმის გულისთვის ამ პოპულიზმი მოიხვეჭო ან ვიღაცის ზედმეტ თვალში მოხდა რაღაცა უყურებ ამდენ დილეტანტს და რა თქმა უნდა ამდენ პროპაგანდისტს რომელიც მზად არის რომ ამ ომში ვიღაცის მხარე იყოს ჩემთვის საერთოდ მიუღებელია ნებისმიერ ომში ვიღაცის მხარე იყოს შეიძლება სიმპათია დაგაჩნდეს ვინმეს მიმართ ან გაგდეს შენი ეროვნული ინტერესები რომელიც ითვალისწინებს აუცილებლად ვიღაცის მხარის აღებას მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა გქონდეს ვალდებულება იმისი რომ ამ კონფლიქტში არ ჩაერიო მით უმეტეს როდესაც ხარ საქართველოს და არათუ ისრაელის არათუ ირანის მხარეს ვერ დადგები მათი პოტენციალით ხო არამედ ხარ რეგიონში ყველაზე სუსტი სამხედრო სახელმწიფო და ეკონომიურადაც მათ შორის რა რამინდა რომ თქვა იცით მაგალითად ირანის წარმომადგენლება ოფიციალურად განაცხადეს და ბრალდადეს საქართველოს რომ ისრაელს აწვდიდა ინფორმაციას. ესეთი ეს განცხადდა მათ შორის იცით რა მოხდა თავის დროზე კობახიძე ჩადიოდა ირანში და იქ ირანის უმაღლეს ხელისუფლებას კოცნიდა თუჩზე დღეს მე მგონი ყველა კუდარია კობახიძის გარდა იმ პირებიდან. აი ამასთან დაკავშირებით მე მაინტერესებდა თქვენ რას ით კონკრეტულად ბატონო დავით, გამოვიდეთ იქიდან, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი გვიყავია, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანა ვართ. და რეგიონში არიან დიდი მოთამაშეები, როგორც არის რუსეთი, როგორც არის თურქეთი, ირანი და ამის იგნორირება არ შეიძლება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წევრები უნდა ჩადიოდნენ მეზობელ ქვეყანაში. მით უმეტეს დიდი ქვეყანაა, დიდი ინტერესებით, დიდი გავლენებით, დიდი რესურსებით.
და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩადიოდნენ ამა თუ იმ საკითხებზე, რაღაც საკითხების, ეკონომიკური საკითხები იქნება თუ რაღაც პოლიტიკური, რომ გადაწყვიტონ ადგილზე ან მოილაპარაკონ, ან ურთიერთობა რომ იყოს რაღაცა დიპლომატიური მაინც. იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ დავდგეთ და აი ეს მომწონს, აი ეს არ მომწონს, აი ის ისე იძახის, აი ეს ასე იძახის და საერთო ჯამში ჩვენ ქვეყანას რაც საწყობს, ისე უნდა მოიქცეთ ჩვენ. საერთო ჯამში. და ჩასვლა დავარია ახლა აქ მეორე საკითხია, როგორ ჩადიხარ, სად ჩადიხარ, ვისთან ჩადიხარ, რა საკითხებზე ჩადიხარ. ხო და როდესაც ჩადიხარ და რაღაც ხდები და ჯზიხარ, ვთქვათ, აღიარებული ტერორისტების გვერდზე, ეს უბრალოდ ჩრდილს ასე ვთქვათ, აყენებს ჩვენ მთავრობას წევრებს, ასე. მნიშვნელობა არ აქვს იქნება. ცოტა შორის სააკაშვილიც ჩადიოდა იქ და ბევრი ჩადიოდა. და დღემდე დაგიახვალე ამა თუ იმ საკითხებზე, მაგრამ ეს არ ჩანს და ეკონომიური საკითხები იქნება თუ სხვა რაღაცა საგანმანათლებლო სამეცნიერო თუ რაც იქნება. ეს ცუდი არ არის. აქ უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად, როდის და როგორ. და ვისთან. მე მაგ საკითხს უდგებით სულთა სახელმწიფოებრივი გეოპოლიტიკური მიდგომით და ჩვენ ფუფუნება შევაძლებლები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უპირობო მმართველის აივანიშვილის არსებობას და ყველამ კარგად ვიცით, რომ ცდილობდა გამოეყენებია ისრაელში კონკრეტული პირები, რომ ამერიკასთან დაელაგებია ურთიერთობა მისი მარადიული მეფობის შესახებ. ჩვენს ქვეყანაში ეს რო ვერ მიაღწია, გაუბრაზდა ებრაელებს და გაიქცა ირანელებთან და აქ სახელმწიფოებრივი არაფერი არ ყოფილა, აქ იყო უბრალოდ პირადი მერკანტილური და თქვენ კარგად თქვით, მნიშვნელობა იმას კი არა, აქ რო ჩადიხარ, მნიშვნელობა იმას აქ რისთვის ჩადიხარ და რა ჩადიხარ და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ პიროვნებების გამო შემდგარი რაღაცა მოვლენა, რომელიც არც გეოპოლიტიკური არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის, არც ეკონომიკურად წარმატებული არ იყო და მე მოუტანია ჩვენი ერისთვის გარდა იმისა, რომ საქართველოს სახელით მისი უმაღლესი პირები დაფიქსირდნენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაგმობილი ტერორისტებთან. აი ესეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი. კი, აი მართალია ბრძანდებით, ყველანაირად ეს მაგიტომაც რომ ვისთან რატომ რისთვის ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო უნდა მუშაობდეს როგორც ირანელებთან, ასევე ისრაელთან, ასევე მეზობელ სხვა ქვეყნებთან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით. მეორე ეკონომიკური საკითხების კუთხით. რო იყო შეიძლება დავსვა ესეთი შეკითხვა? რადგან ჩვენ ესე კლასიკურად ვაფასებთ მიყვებით მოვლენას გასაგებია, მაგრამ ყობახიძე რო იყო იქ ჩასული, რა წამოიღო, რამე მრეწველობა დაიგეგმა, ურთიერთ ეკონომიკური გაცვლა დაიგეგმა, არაფერს ასეც ადგილი არ ქონია. ისთვისაც იყო ჩასული. არა, თვითონ ერთადერთი ახლა მთავარი ლეგენდა იყო, რომ დაკრძალვაზე არის ჩასული, ხო? მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი დაიღუპა ამა თუ ასე თუ ის ვითარებაში და მეორე მეზობელი ქვეყანა თქვათ ესწრება მნიშვნელობა რა ფინანსს და რა, მაგრამ გააჩნია ვისთან ვიყარ სად ვიყარ. ეს დიპლომატიური სამსახურის ჩავარდნა არის სხვათა შორის ჩვენ. ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ემუშავა ჩვენი პრემიერის ვიზიტი, დაერგეგმა მარშრუტი, სად დის, სად ჭამს, სად შვამს, რა უნდა თქვას, ვისთან უნდა თქვას და როგორ თქვას და რა საკითხებია ეს ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა განესწავლოს და არ მიეშვათ ის თავისი ნებით, ასე ვთქვა და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. და ჩვენ ქვეყნის, ასე ვთქვათ, იმიჯი, ასე ვთქვათ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში არის მაგის გამო. ეს თუმცა მე არ მივიჩნევ, რომ სასირჩხილოდ, რომ ჩვენი სახელმწიფო, ვთქვათ, ატარებდეს რაღაც ეკონომიკური საკითხების რაღაცა ხასიათის საკითხებს, რომ თავდეს, ვთქვათ, ირანის ხელისუფლებასთან ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ესეთ შემთხვევაში ეს იყო გაუმართლებელი და არასწორი. ანუ იცით რა არის, შეიძლება რაღაც კეთილშობილური მიზანი იყო რაღაც ამ ვიზიტის, მაგრამ როგორ ახორციელო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა.
მე არ ვიცი ახლა ესენი რას ეფარებოდნენ კონკრეტულ შემთხვევაში უკან, მაგრამ იცი ცოტა არ იყოს, როდესაც ესეთ ნაბიჯს დგამ, საერთოდ ყველანაირ იმას გმობ მით უმეტეს რა. მეზობელი სახელმწიფო, რამდენად არის მეზობელი სახელმწიფო ჩვენი ირანი, ეს კიდე საკითხავია, რეგიონალურად არის აქტიური სახელმწიფო გასაგებია, მაგრამ ირანამდე ჯერ კიდევ იქ სომხეთია და რუკაზეც უნდა დახედონ რა ხელისუფლების წარმომადგენლება, მაგრამ ბიჭო, ისტორიასაც ხომ უნდა ჩახედო რა. ბოდიში და რაც აგვაოხრა იმ შაჰ-აბასმა და მერე მეორე თუ ვინმე ჯიშიანი ქართველი იყო, ყველას ხელი მოასხა და ფერეიდანში გადაყარა. იქ ჩავიდე, მაგათი პრეზიდენტი ვიტირო და ჩემ ისტორიას ბოდიში და მივაფურთხო გვერდზე, ეგ არ არის სწორი და ლამაზი საქციელი, გამართლებული არ არის. როცა ამ საქციელს არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად არანაირი შედეგი არ მოაქვს დღევანდელობაში. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს რა ამ ყველაფერს. შეიძლება ეს თქვენი პოზიცია ბატონ დავით, მაგრამ სახელმწიფოებრივად ნებისმიერი ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა აწარმოებდეს დიპლომატიურ ასე ვთქვათ ურთიერთობას და ეკონომიკურ ურთიერთობას და უნდა ჩადიოდეს, უნდა იღებდეს სტუმრადას და ასე შემდეგ. მეორე საკითხი არის, რომ ეს შექმნილი ვითარება თქვა ისრაელსა და ირანს შორის ეს რაღაცა ჩიხში არის შესული. და ეს ჩიხის ავტორი თვითონ არის ირანის ხელისუფლება. ნუ, სულიერი ლიდერი, ასე ვთქვათ. და შესაბამისად თვითონ ირანის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისი სულიერი ლიდერი, საფუძველი ეწოდებული სულიერი ლიდერის ბედი. მაგრამ ირანი დიდი სახელმწიფოა, ძლიერი სახელმწიფო არის, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ის მაგალითად რასაც ისრაელში აცხადებენ, რომ ირანი ახლა ბირთვული არ არის და არ გავს და განადგურებს, არის ტყუილი. ეს იყო აი სრული ტყუილი, იმიტომ რომ ბირთვული არ არის აქამდე შეეფრას, მაგრამ რატომაც არ შექმნეს და რატომაც არ ესრულეს. და შესაბამისად ეს უბრალოდ ხალხი შეცდომაშია შეყვანილი და თავისი შეცდომები და გაუთვლელი ნაბიჯების გამო, რომელმაც ისრაელის ხელისუფლებამ დაუწყო ბოლოს 3-4 წლის განმავლობაში, ცდილობს შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში და ასე ვთქვათ პროპაგანდით განახორციელოს ის, რაც გააკეთა. ეს არის ასე ვთქვათ ბატონი ნეტანიაჰუს ტაქტიკა, რასაც შეინარჩუნოს თავისი პოსტი და არ მოხდეს ციხეში, რომელიც მას ალბათ დიდი ალბათობით არ ასწრება. ხო, იმიტომ რომ ნეტანიაჰუს წინააღმდეგ გამოტანილია ქააგის ტრიბუნალს დამნაშავეთა ყავს ცნობილი პალესტინაში მიმდინარე სასაკლაპო, მაგრამ რა არის ახლა მეორე ვარიანტია რა. ძალიან ბევრი პროპაგანდა ტრიალებს და არანაირად არ მომხდარა სწორი შეფასებები ზოგადად ისრაელის სახელმწიფოებრიობის ირგვლივ და მისი ნაბიჯების ზოგადად მტრულ გარემოში რო იმყოფება და ეს ბიბლიური ომი არის დაწყებული ქრისტეს ეპოქიდან, ალბათ უფრო ქვევითაა კამას ფესვები. იზღი მათ შორის გაუტანლობა, მათ შორის სამარიტული მორალის ამბავი ტყილა არ მოყვა ქრისტემ ამის შესახებ. აი უფრო შორს მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ რა არის ცით ბატონო გოჩა, როდესაც შენ სახელმწიფოს ესხმიან თავს ტერორისტულად კლავენ, აუბედურებენ, ეს იყო მათი ეგრეთ წოდებული დაზვერვის სამსახურის ჩავარდნაც. და არა მარტო, აგერ ჩავარდათ დაზვერვის სამსახურის მუშაობა, აგერ ჩავარდათ საჰაერო თავდაცვის მუშაობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება აგებული, მაგრამ მოსახლეობაც ხო ხვდება ამას, რომ იქ ასე არ არის ყველაფერი როგორც ამას ლაპარაკობენ რა. შეიძლება, მე ახლა არა ვარ მაგის სპეციალისტი, ისრაელის სპეციალისტი, ან ირანის სპეციალისტი, მაგრამ აქ წყალსახა ერთია ბატონო დავით, რომ ირანში ახლა კონსოლიდირებულია მოსახლეობა საკუთარ ლიდერის გარშემო, უმრავლესობა. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ მანამდე თვითონ შიგნით მოსახლეობაში იყო განხეთქილება, რომ იმათი სულიერი ლიდერები და მათი ასე ვთქვათ წინამძღვრები უოდნენ, რათა თანამდებობა შეენარჩუნებინათ ისრაელის აბრალებდნენ ყველაფერს და ასე შემდეგ და ახლა პირიქით ამ დარტყმამ ისრაელის მხრიდან იმათ გაუმტკიცა, რომ ესენი მართლები იყვნენ. ანუ რა მოხდა? თვითონ ირანის შიგნით მოხდა სხვადასხვა შტოების ასე ვთქვათ, რომელიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან, თვითონ შიგნით ამ სიუტურ დაჯგუფებებში, რომ ეს არის ის მართალი ყოფილა და ესენი კონსოლიდირებულები არიან.
წარმოიდგინეთ, რომ მაგ მასშტაბის ოპერაცია ხორციელდებოდა მინიმუმ 1-2-3 წელი მზადდებოდა. თუმცა და შესაბამისად ახლა ეგ შეიძლება განმეორდეს და პირიქით. ანუ ჩვენ დიდი ომის ჯერ კიდე წინ გვაქვს. ეს ჯერ არ არის. ეს მაგას ახლა ირანი არ გადაყლაპავს, იქ უნდა სასწაული მოხდეს, რომ რაღაცა შეიცვალოს და წავიდეს დემოკრატიული პროცესები და ეს უკვე წარსულს ჩაბარდეს, ვაჭრობა გაიხსნას, ირანი არის უზარმაზარი ნავთობისა და გაზის საბადო მფლობელი, რომელიც ახლა აზერბაიჯანს და სხვას ვერ დაესიზმრება. და შესაბამისად შეიძლება ამ მომენტმა ეკონომიურად იყიდოს დასავლეთმა ირანის განწყობა. ამ შემთხვევაში რადიკალურად განწყობილი მოსახლეობა, რადიკალურად განწყობილი მმართველები კონსოლიდირებულები არიან, რომ აღორძინონ რაღაცა, მოიმოქმედონ რაღაცა, რომ დასაჯონ ისრაელი. ამას მოჰყვა ისევ პასუხი. მერე ისევ გაგრძელდება შემდეგი 100 წელი წინ და უკან სირბილი და ბოლოს და ბოლოს მშვიდობა ხო უნდა იყოს რეგიონში. ეს არავის ინტერესში არ შედის, ხო? ეს მარადიული ომია და სხვათა შორის რა მინდა იცით რომ თქვა, როდესაც ესეთი მოვლენები მიდის, მე მინდა დავანახო რა საქართველოს მოსახლეობას როგორ შეუტია ირანმა იქ განლაგებულ ბაზებს, აი ერაყში სადაც და სხვადასხვა ტერიტორიებზე ამერიკის ბაზებს დაარტყა, ხო? რამდენი იყო საქართველოში ისეთი, რომელიც იძახოდა, რომ ამერიკის ბაზები საქართველოში კარგია მისი არსებობა. აი თქვენი აზრით, რო ყოფილიყო ამერიკის ბაზები საქართველოში, გაისროდა თუ არა ირანი ჩვენი მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტებს? კი, ახლოს არის, კი ბატონო, ახლოს არის. რატომაც არ გაისროდა. თუ ჩათვლიდან საჭიროდ გაისროდა, როგორ არ ეფერა. მეორე საკითხი არის, რომ ჩვენ უკვე ჩვენთან თუ იქნებოდა ბაზა, ჩვენ ჩათრეულები ვიქნებით ომში. აი მაგალითად ვიტყვი, ახლა უკრაინამ რო დაარტყას გუდაუთის ბაზას, სადაც რუსები დგანან, ჩვენ ავტომატურად ჩათრეულები ვართ ვისთან ერთად, რუსეთთან ერთად, უკრაინასთან ომში. რატო? იურიდიულად ის საქართველოს ტერიტორია. გასაგებია. აი ხვდებით უკვე რა შარში ვახავით ამ შემთხვევაში. ვინდა არ გინდა, რომ იტყვიან, როგორც იტყვიან ქორწილში რო არის, ხო იცით? სპუბი დაუკვეთეთ, ხო და ოდეში გადახდილია. აი ეს მომენტი შეიძლება მოხდეს, ხო გამიგეთ? და მაგიტომაც საქართველოში არანაირი ბაზა არ უნდა იყოს ის სახელმწიფოს. არც ნატოს ეგედით, არც ამერიკული, არც რუსული, არც უკრაინული და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა რაღაცას მივახციოთ, ჩვენ ჯარს უნდა მივხვდოთ და ჩვენი ჯარი და საზღვარი უნდა გავამაგროთ, რაც შეიძლება და ეკონომიკა რა თქმა უნდა. და ასეთი მიდგომა რაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ჩაატარა ბოლო 12 წლის მანძილზე ძალოვან უწყებებში, ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა. დანაშაულებრივი სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ მისდან მიმართული დასუსტება მოხდა ყველა სახელმწიფო შტოში, ანუ ძალოვან სტრუქტურებში. ბატონო გოჩა, საერთოდ გაუქმეს უშიშროების საბჭო მაგაზე რა სიტყვით, რომელიც უკეთებდა საფრთხეებს ანალიზ, გეოპოლიტიკურ ანალიზს უკეთებდა საფრთხეებს. რო იტყვიან მაგას მარტივია პასუხი, იმიტომ რომ როგორ ითხრათ, კულტურულად რო ასე ვთქვათ, შეურაცხყოფად რო არავინ არ მიიღოს. სულებს თავი ძალიან ჭკვიანი გონია და ყველაფერი რო იცის, ხო იცით ეს? ყველაფერი იცის, ყველაფერი დალაგებული აქვს. და არაში შეიძლება იმას ახლა ზედმეტი საფრთხე და ზედმეტი ესე ვთქვათ თავის ტკივილი, ხო? ესე იგი შევარდნაძის სულელი იყოს შვების საბჭო შეიქმნა მაშინ. აკეთებდა თუ აღარ მახსოვს გამოსახურდიებრივ შეიქმნა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საჭირო არის ქვეყნის მმართველობისთვის, შვების საბჭო ყველა ქვეყანაში არის ეს. როგორც ამერიკაშიც არის, ნებისმიერ ქვეყანაში არის, თქვა სტიქიური უბედურება მოხდა. როგორ ხდება ამ სტიქიური უბედურების მართვა? მაგის მართვის ორგანოს არ გაგვაჩნია ჩვენ, ხო? გადაწყვეტილებას ვინ მიიღო? პოლიციაზეა დამოკიდებული ყველაფერი, საგანგებო სიტუაციების სამმართველო არის ყველაფერში. მთელი სახელმწიფო შტოები უნდა იყვნენ ჩართულები, რაღაცამ ხო უნდა გაუწიოს კოორდინაცია მათ მოქმედებებს. მოკლედ ჩვენთან ბატონო დავით პრობლემა რაში არის, იცით? ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ არაფერები იყვნენ და დღეს უცბად მინისტრები და
თავგონიათ ასე თქვათ ძალიან ჭკვიანები, ეს პრობლემა იქნება ჩვენთან მუდმივად, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ვერ მიხვდებიან, ვერ გაიგებენ რა არის სახელმწიფო, როგორ უნდა იმართებოდეს. ეკონომიკური გეგმა არ გაგვაჩნია ბატონო, ელემენტარულად 5-10 წელზე გათვლილი რაღაცა არ მიგვაჩნია. ახლა კი გამოაცხადეს 100 მილიარდამდე გაიზარდა ბიუჯეტიო, მაგრამ რის ხარჯზე გაიზარდა? ციფრები, ინფლაციის ხარჯზე. მეტი არაფერი. და ეკონომიკა კიდე არ გაგვაჩნია, მაგაზე არავინ არ საუბრობს. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ დაждენ, აი ოპოზიცია ავიღოთ თუნდაც. იმის მაგერად რომ ეკამათონ ეკონომიკურ საკითხებზე იმაზე წარმოაჩინონ თავი, რომ რაღაცა შეუძლიათ გააკეთონ, ისე ლანჩვაგინებები. და არჩეული შირი ურჩევნიათ ამათ რეგიან ასე ვთქვათ. სავს. აღარ უნდა თავის ღირველი. მაგ გადმოვალ უკვე შეკითხვებზე, მაგრამ მე მინდოდა რომ ზოგადი ფონი დაგვენახა ეს ეგრეთწოდებული ბალვანკა, პოლიტიკური ბალვანკა, რომელიც აბსოლუტურად მთელ მსოფლიოზე და მთელ მსოფლიო ენერგორესურსებზე ახდენდა სერიოზულ გავლენას. ფაქტიურად მე თვითონ არ ვახსენე იქ ჰორმუზის კორიდორი ამან სერიოზულად მაგას მე გეტყვით, ეს საფრთხე არსებობს ბატონო, მაგრამ ირანი ამას ვერ გადაწყვეტს და არ გადაწყვეტს. განაიმდო არ შეუძლია, არამედ შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ისრაელთან და ამერიკის შეერთებული შტატების ძალებთან ერთად ის უპირისპირდება უკვე მეზობელ ქვეყნებს, არაბულ ქვეყნებს, რომლებიც სარგებლობენ ასევე მაგ იმას. და შესაბამისად მარტო, ასე ვთქვათ, რომელიც მარტო დარჩენილი ირანი, ფაქტიურად ეს ამხელა ძალის, ამხელა რესურსების, ამხელა ასე ვთქვათ სახელმწიფოების წინააღმდეგ ის ვერაფერს გახდება. ეს იქნება მხოლოდ შეიძლება ჩაკეტოს ერთი კვირით, ორი კვირით და მერე ეს დასრულდება ირანის ხელისუფლების ძალისხმევით დამხობით. და ამაზე ისინი არ წავდნენ ამ შემთხვევაში და შესაბამისად ეს არ ჩაიკეტებოდა. გასაგებია, მაგრამ ამაზე ფაქტიურად იყო სპეკულაცია. რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ კი, იყო. ადრეც იყო მცდელობა, ჩემს დროს, მე გახსოვთ, ახლა შენ არ გეცნობ, მე მაშინ რომ დავიწყე ასე თქვა სასწავლებელში, სწავლა, 90 წელს, 90 წელს. მაშინ მიდიოდა პატრულირება სპარსეთის ყურეში სამხედრო საზღვაო ძალები, მასე საქართველოს კავშირის გემებიც იყო, ამერიკული გემებიც სპარსეთის ყურეში, რომელიც აცილებდნენ ტანკერებს, რომელზეც თავს ესმოდა ირანის სამხედრო კატერები მაშინ. თავს ესმოდა რა, კეტავდნენ, აჩერებდნენ და ასე შემდეგ. და ეს არ მომხდარ იყო, მაშინ პატრულირებდნენ, ეს იყო შეგონია პრაქტიკების ჩატარებასაც, პრაქტიკებზე გაგზავნასაც აპირებდნენ ჩვენი როგორც კურსანტების მოქმედება. ეს ხდებოდა, ეს არ არის პირველი ის არ არის სიახლე. ამის წინააღმდეგაც არის შემუშავებული უკვე დიდი ხანია დამუშავებული გეგმებიც. ამ ძალის წინააღმდეგ ირანი ვერ წავა ბატონო დავით. შესაბამისად მათ სწორად გათვალეს, რომ ამის ჩაკეტვით არაფერი კარგი არ ექნებოდა ირანს და მაგიტომ აღარ ჩაკეტეს და ცდილობენ თუნდაც ეს გაფრთხილება ამერიკის ბაზებზე თავდასხმის რო აკაპირებდნენ ამას და ვითომ დაესხნენ და ვითომ რათა ჩამოყარეს, მაგრამ ერთი სადღაცას აფეთქდა და ძალიან დააზანზარა ყველაფერი, ეს ყველაფერი თეატრალური გათამაშება იყო და რაღაცა სხვა მიზნები არის, სხვა გარიგებები არის უკვე ემაზე უზრუკავი დადებული და ბევრი ვერ ხვდება, რომ ირანი აქ არაფერ შუაშია, აქ არის ჩინეთი და აქ არის რუსეთი. ერთ მხარეზე აკავებენ ჩინეთს, მეორე მხარეზე ცდილობენ რუსეთს ჩამოაშორონ ირანის, ასე ვთქვათ, რაღაცა სამრეწველო პოტენციალი, რომელიც ეხმარება რუსეთს უკრაინასთან ომში. სრულიად გეთანხმებით, მე უბრალოდ მასშტაბებსაც ხო აქვს მნიშვნელობა, აი ვინც უყურებს ამ ომს, უყურებს ამას მხოლოდ და მხოლოდ იცით როგორ, ამერიკა ყველაფერი შეუძლია, ისრაელია ყველაფერი შეუძლია, აქეთ ირანია ასე არ არის, ასე არ ხდება, არ არის მომართული, ამიტომ დღეს იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში გათიშულია მოსახლეობის ცნობიერება უსაფრთხოების სფეროდან. მას ისეთი თაობა წამოვიდა, საერთოდ არ აქვთ სტრატეგიულ ანალიტიკური შეფასების უნარი არ გააჩნიათ გამიგე და ყველაზე მეტად ჩემთვის მიუღებელი რაც იყო ჩვენი პოზიციებიდან რომ გადავხედოთ, აი თუნდაც იდეოლოგიური შეხედულებებიდან
ესე იგი, აი ეს პოლიტიკური ტრიბუნები რო არ რუსთავი ორად გადაკეთებული რაღაცა მთავარი არხი, აა როგორ იყო იცი პროპაგანდისტულად აშუქებდნენ თუ როგორ ბომბავდა ისრაელი ირანს და აქეთ რო ბალისტიკური რაკეტები პეთქდებოდა, ამის შესახებ საერთოდ არაფერს ანუ რა მინდა იცით ინფორმაციის ცალმხრივობა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნდის შექმნას და საზოგადოებრივ გაურკვევლობას. ეს არბადებს წორმაგალითს და საზოგადოებრივის აზრის ჩამოყალიბებას არ უწყობს, ხო ბატონო გუჩახი? არ უწევს აქ რა თქვენ უნდა გავიწყდებას, რომ ისრაელში ეს საქმე ეს არის კონსოლიდირებული იყო სახელმწიფოს ხელში. ანუ ინფორმაცია არ გადიოდა დიდ ფინკას. რა უნდა გასულიყო გარეთ და რა არ უნდა გასულიყო. რა თქმა უნდა. მაგიტომაც არ იყო ინფორმაციის ნაკრულობა იყო და უფრო შუქდებოდა ირანი, რომელიც უფრო გახსნილი იყო ინფორმაციულად, ეგრე აღმოჩნდა ფაქტიურად, ეგრე არის. ამ შემთხვევაში ინფორმაციული ომი თავიდან უპირატესობა ჰქონდა ისრაელს, მაგრამ შედეგების მიხედვით ფაქტიურად დათანაბრებული არის, იმიტომ რომ გამოვიდა, რომ ირანის ხელისუფლება და ირანის სახელმწიფო იმ სახელმწიფომ, სადაც ბოდიში და ცენტრალიზებული კანალიზაციაც არა ქალაქებს, შეძლო თავისი ბირთვული ტექნოლოგიის შენარჩუნება. ბირთვული პოტენციალის ასე ვთქვათ შენარჩუნება და არ ვქით ამას გინდა მშვიდობის, გინდა ასე რამის არის შექმნილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ იმათ შეინარჩუნეს ის, რაც ჰქონდა და რასაც აკეთებდნენ. მეორე საკითხი შეიძლება ცენტრიფუგები აღარ ჰქონდეთ, სადაც გამდიდრება მიდიოდა ურანის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთი დაეხმაროს ურანის გამდიდრებით, ინდონეზე რომ ამუშაონ ატომური ელექტროსადგურები. ბატონო გოჩახა თქვენი განცხადებები და ანალიზი ბევრს არ მოეწოდება საქართველოში, მაგრამ ზუსტად ამიტომ წერ თქვენთან ვიდეო ლაივებში, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე ზუსტი თავისუფლება, ეს არაა პირფერობა, ეს არის თანაც ვერ დაგაბრალეთ, რომ რუსეთის აგენტი ხართ, იმიტომ ამერიკაში ცხოვრობთ. თან ახლა ეს რუსეთის აგენტობა მოდაშია, რუსა შენი აზრი არ მოწონს საქართველოში. ამიტომ ხო ეს ცოტა ლირიული გადახვევა რაღაცა რა თქმა უნდა. რეალობა ასე გვაქვს, იმიტომ რომ არსებობს კონფლიქტი, არსებობს ცეცხლი, არსებობს კრიზისი, ყველა ომი კრიზისია და არსებობს ჩვენი მდგომარეობა ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური და რომელიც არავის არ მოსწონს ის რეალობა, რომელიც თქვენ თქვით. ახლა მე რა მინდა კიდე აღვნიშნო რა ამ 12 თუ 15 დღიან ომში უკაცრავად არ მინდა შევწდე ზუსტად, მაგრამ ესე იგი რო უყურებდი ამ განცხადებებს ერთი მხარის და მეორე მხარის მხრიდან პირდაპირ ვიტყვი რა ჩემ პერსონალურას, იმიტომ ძალიან ბევრი მოტივი მაქვს იმისი შაჰ-აბასის ქვეყნის მხარეს არ ვეყო. ესა ჩემ პირადი პერსონალური გრძნობები, მაგრამ ეს არ მაძლევს ახლა იმის უფლებას მე აქ სიმართლე არ ვილაპარაკო. თქვენ სწორად თქვით რა ქვეყანას რომელსაც შეიძლება არ კონდეს ცენტრალური კანალიზაცია, ესე იგი საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის თავისი ეგრეთ წოდებული აქცია ჩაატარა იდეალურ ვითარებაში რა. რას გულისხმობ? მიმართვა გაეროზე, საჯარო განცხადებები, ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის გაეროს მანდატით აღებული. მე დავრჩი როგორ იცი, აი გაოგნებული დავრჩი ამ ადამიანის მოსწრებულობით, ну ახლა როგორც ირანი აღმოსავლურ ქვეყნებს ახასიათებს, საერთოდ იქ თანამდებობის პირებს გამოუცდელ ადამიანებს არ ნიშნავენ, მაგრამ ასეთი სიდინჯე, ასეთი კლასიკურობა, თანმიმდევრული კლასიკურობა, ხო? ეს უკვე იყო მოტივი, რომ ისრაელისთვის მოეგო საინფორმაციო. ასე ბატონ დავით უნდა გავხსოვდეთ ერთი რამე, იცოდეთ რომ ირანში მიუხედავად მათი, ასე ვთქვათ, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა, ვინაიდან ეს 79 წლის, 1979 წლის მერე სანქციების ქვეშ არის, ხო, ტექნოლოგიური ზოგი, სხვა საკითხები, ანუ არაფერი არ შედის იქ. აი როგორც კუბაში იყო, ასე ვთქვათ, ბლოკირებული ამერიკის მხრიდან და არაფერი არ შედიოდა საბჭოთა უაწყვეტი და მარტო რაღაცეებს და ეხლა არავინ არ არის ბოლოს დაწყებია. აი ეგეთ მდგომარეობაში იყო ეს ქვეყანა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი განათლების სისტემას მიხედეს და ერთ-ერთი ურთულესია იქ დისერტაციის დაცვა. თქვენ თუ გინდა დაიცვათ რაღაცა დისერტაცია, თქვა ტექნოლოგიურ რაღაც სფეროში, მექანიკაში ან
ფიზიკაში ან სხვა მიმართულებით, გაგიჭირდებათ ირანში დაცვა. გაცილებით რთულია, ვიდრე მაგალითად ცნობილ MGU-ში, რომელიც საკმაოდ რთული იყო ასევე, საბჭოთა კავშირის დროს. მაგიტომ იქ ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება, არის უბრალოდ განათლებული ადამიანი და ძალიან კარგად იციან, ვინ უნდა დანიშნონ, იქ სულელს არავინ არ დანიშნავს, გაუნათლებელ იმას ხეპრეს არავინ არ დანიშნავს, ეხლა ჩვენთან რო არიან ჩამომწკრივებულები ახლა რომელია ბატი და რომელი ქათამი ერთმანეთს ვეჯიბრებიან twin-ით, ასე ვთქვათ. ეს არ არის იქ. იქ მიდის ძალიან ღრმა შესწავლა ადამიანების და შემდგომ ისინი ენიშნებიან და მათ ტრადიცია გააჩნიათ. ეს ჩვენთან არის ყველა ცოტა ირანი ტრადიციულად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და შესაბამისი დიპლომატიური სკოლაც გააჩნდა. ყოველთვის გამოირჩეოდა, თუნდაც იმ შახაბაზის პერიოდიდან კი, დაწყება. რა თქმა უნდა, ეხლა შაჰაბაზი რა მისი და მას ირანს იმ დროიდანვე ეხმარებოდა მაშინ ბრიტანეთიც, საფრანგეთიც და მაშინდელი ევროპული ასე ვთქვათ იმპერიები ეხმარებოდა. ჩამოყალიბებაში ყველა თავის მიზანი ჰქონდა. ყველას უნდა რომ ირანი ყოფილიყო საპირიწონე ოსმალეთის იმპერიის და შესაბამისად იქირდებოდა ის კადრები, რომლებიც ჭირდებოდა იმ ქვეყანას, რომ შეენარჩუნებინა თავისი დონე და შესაბამისი საპირწონე ყოფილიყო ოსმალეთის მიმართ. დაბალანსებული. მაგიტომ ირანის განადგურება ჩვენ და დაშლა ეს ჩვენ ძალიან უდიდეს პრობლემას შეგვიქმნის საქართველოს, როგორ შეიძლება ჩვენი დამოუკიდებლობა წადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ რომ ირანის დაშლა, დანგრევა ეს წარმოუდგენელ ცვლილებები მოხდება ჩვენთან საქართველოში, კავკასიაში, მთლიანობაში და საქართველოში მით უმეტეს, როცა ჩვენ ავართ ყველაზე დაუცველი სახელმწიფო, ეკონომიურად მოწყვლადი, სასურსათო უსაფრთხოება არ გაგვაჩნია. ჯარი ჩვენ არ გაგვაჩნია, საზღვარი ჩვენ არ გაგვაჩნია და ყვას ეს კორუმპირებული დეგენერატები თავში, რომლებიც deep state-ს ებრძვიან ამერიკაში. deep state-ს. ოკლაჰომასი და იმას რა ქვია, აიდაჰოს შტატში ჩინოვნიკებს ებრძვიან ისინი მართავენ ტრამპსა და ამერიკის მთავრობას და მთელ მსოფლიოს და ეს ჩვენ რო ბოდიში და იმაში გვაქვს რა ქვია, ანგრეული ქვეყანაო, განადგურებული დემოგრაფიული მდგომარეობა რო კატასტროფა არის. უკვე კატასტროფა არის. ეს არა, ამაზე არავინ არ უყურება, არავინ არ საუბრობს. და ეხლა გამოაცხადა კიდე ბატონო პრემიერმა, რომ უთქოელი ისინი პაკისტანელები და იმიტომ ისინი შემოხავს, რომ მუშახელი აკლია საქართველოს. კი, აკლია, იმიტომ რომ არავინ არ ოხდის ხელფას. ქართველს. ქართველი უნდა გააგდონ ქვეყნიდან ქართველს უნდა წაართვა მოქალაქეობა, ქართველს უნდა გამოართვა ყველაფერი. არ უნდა მისცე აი ქართველ კაცს უნდა ჩააბარებინო ტესტი და არ აქვს მისცე ისა რა ქვია, მოქალაქეობა. თქვენ ხო წაგართვეს მოქალაქეობა და იქ ბევრს მისცეს კიდე და ბევრს მისცეს კი არა ეს ანტისემიტო რომ იქ არის დაჯგუფებები, რომელსაც გააჩნია, ასე ვთქვათ, თავიანთი იურიდიული ფირმები, რომელსაც ფულს უხდიან ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, კეთილმოსურნეობა და მიზანმიმართულად უმეტესობას სახელმწიფოები აფინანსებენ, რათა ისინი დამკვიდრდნენ საქართველოში კომპაქტურად, თქოს მომენტ. და ამაში ფულს იღებენ ეს პოლიტიკური ნაბიჯვრები, რომლებიც პარლამენტში არიან გამოფენილები, ეს გინა ოპოზიციაში, გინა ოცნების ხელისუფლებაში. გაოცებული ნაცები რო იყვნენ წარსულში, განსაკუთრებით. ბატონო გოჩა, კარგად გადმოვდივართ მაგ ეპიზოდზე, რასაც ქვია ქართულ პოლიტიკური ცხოვრება, მაგენდა პოლიტიკური ცხოვრება. ძალიან მაგრად გავს ეს ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა. სადაც ღორები მართავენ რა. რა უნდა დაიწეროს? მსოფლიო კლასიკაა ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა, ეგ არის თითოეული ქართველის რეალიზმი. მაგრამ რა იცით, მაინც ყოველი შემთხვევისთვის მიმოვირბინა პოლიტიკური მოვლენების ირგვლივ მე ვერ ვიტყვი რომ ახლა აი ამ ჭიჭევას ვინც დასაჭერი აქამდე ახლა ხდება მაგალის დაჭერა, იმიტომ რომ ამათ აწყობთ ეს ახლა პოლიტიკურად და მაშინ არ აწყობდათ რა. სამართალს კი არ აწყობს ეს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს. საქმე ასეა. სწორი რაკურსიდან უნდა დავინახოთ, მაგრამ ფაქტი ასეა. და ესეთი სხვადასხვა მე ყოველთვის
მომხრე ვარ საომარი სიტუაციის, იმიტომ რომ ქართველებს კარგი ანდაზა გვაქვს ესეთი ბატონო გუჩა, შავი და თეთრი უკანალი აბანოში გამოჩნდება. ნათქვამია რა და ძალიან ბევრმა ადამიანმა და ძალიან ბევრმა პროცესმა დაიწყო წყლის ზევით ტივტივი. და მაგალითად ყველა აგერო დაიჭირეს ნიკა ყვერიები ისინი ჭიჭე ვაშაძეები და ისინი გახარია გერმანიაში გაიპარა და იქიდან არ ჩამოდის. პრემიერ მინისტრი ტიპი რომელიც პირდაპირ იყო კოლაბორაციაში ბიძინა ივანიშვილთან იმ დონეზე ითანამშრომლა სხვა ხელისუფლებასთან რომ დღეს ეშინია ახლა უკან დაბრუნდეს და ბიძინა ივანიშვილის წულუკიანს დაუჯდეს იქ კომისიაზე და სადაც დაიჭერენ აუცილებლად დაიჭერენ იმიტომ რომ აქამდეც დასაჭერი იყო გესმით და აქ რა კომენტარს გააკეთებს თქვენ აი რა პოლიტიკურ მოვლენებთან აქვს საქმე და რა იქნება ამის მერე Давид, მაგ კეთილს ახლა ძალიან მოკლედ ის ადამიანები რომლებიც ახლა ვირთუალურ ოპოზიციად იწვევიან და რა ვიცი ახლა მე პიროვნულად არავის არ ვიცნობ არავისთან არ ამაყ არანაირი ურთიერთობა უბრალოდ ახლა ვიტყვი ერთ მაგას აი იმის მაგივრად რომ შესრულიყვნენ პარლამენტში 66 მანდატი ეჭირათ ხელში და პარლამენტში გადაეტანათ თქვათ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პაექრობა ეკონომიკურ ფინანსებზე ემიგრაციის საკითხებზე, თუნდაც ამ კომისიაში ვერ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები და ასე შემდეგ, არჩიეს არალეგიტიმურად აქცია და არჩიეს ციხეში წასვლა. ანუ ციხიდან ჩვენ ასე თქვათ ამომრჩეველს გაგვაგებინებენ უფრო მეტს, რა ხდება ქვეყანაში, ვიდრე თუ პარლამენტში ყოფილიყვნენ და იქიდან ეკეთებინათ საქმეები. ანუ არაადეკვატურია, არასწორი გათვლა. მეორე შენ თვლი პარლამენტს არალეგიტიმურს და ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ ხელისუფლებას არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ამ დროს ამ ხელისუფლების მიერ დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე აპირებს წასვლას. სად არის ლოგიკა? არ არის ლოგიკა, არანაირი გეგმა არ გააჩნია ოპოზიციას, არ არიან თანმიმდევრულები, არა აქვს ერთიანი პოზიცია ქვეყნის განვითარების ხედვასთან დაკავშირებით, არავინ არ იცის გინდა სტრატეგია მაშენებელი რო ქვია და გინდა იმას ლელოს გინდა იმას ლელოს შეიძლება უფრო რაღაცა გქონდეს მაგრამ მაინც არავის არაფერი კონკრეტული არ არის თავისთვის ახლა ვიღაცას უძრაში რა უდევს და კომპიუტერში რა აკრიფეს თავისთვის და რაც აიკითხეს ვინ იცის ხო მაგიტომაც რო შეხედოთ მათ არანაირი გეგმა არ აქვს ქვეყანა სად უნდა და როგორ უნდა განვითარდეს ეს უბრალოდ არის თამაშის გულისთვის ან ხავთ პატრონები რომლების წინაშეც აკეთებენ აჩიოტებს ან მე ახლა არ ვიცი რა უნდა დააქვთ ამას ეს არის სუფთა როგორც ვთქვა დეგენერატიზმი აი ვერ გამიგია ციხეში გინდა შესვლა პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად და პარლამენტში არ გინდა შესვლა ხალხმა რო აგირჩეს სად არის ლოგიკა აქა არ არის ლოგიკა ისევე როგორც მართლ პარტიაში არ არის ლოგიკა თუ საითმო თავთ ქვეყანა ანუ ქვეყანა მიდის არსაით ბატონო ეს ქვეყანა არის გემი რომელსაც გათიშული აქვს მოტორები ერთი გენერატორი უმუშავებს რომ შუქი იყოს და აიწვიან ამ წყალზე ტალღას ხან ერთ მხარეზე გადააგდებს ხან მეორე მხარეზე და ამას ხნიან იმით რომ ებრძვიან ასე თქვათ deep states დიდ ქარიშხალს მათ არ გააჩნიათ პოტენციალი შეცვალონ ხელისუფლება არ გააჩნიათ ნდობა არ გააჩნიათ რესურსები და ისინი მიდიან უბრალოდ ვაბანკზე იმისთვის რომ ქვეყანაში გამოიწვიონ ანარქია მაპატიეთ ამ შეფასებისთვის ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ანარქია მაგრამ საბოლოო კრიზისი როდესაც არსებობს ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური ძალა ავტომატურად შექმნის ერთ ოლიგარქიულ გაუკეთებს საბოლოო დეფინიციას ამათ ხელისუფლებას მათი ლოგიკა გამოდის აქედან აი ეს არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლოგიკა მაგრამ რამდენად მომგებიანია ეს ლოგიკა მომგებიანი კი არა ეგ არის ქვეყნის ტრაგედია არის ბატონო დავით საერთოდ რომ ეგეთი ოპოზიცია არის საერთოდ ეგ ოპოზიცია არ არის ეგ ოპოზიცია არის ეგ აი ახლა აგერაგაია შეისამა პატარა ნაგვის ხუთი და იმას სავსე რო ახალდები და მოტენილი აი ახალდების ხუთია ნაგვის მეტი არაფერი ეგენი არაფერს წარმოადგენენ არც წარმოადგენდნენ არც არასოდეს წარმოადგენენ მომავალში არავის 1%-იანებიც არ არიან ბატონო დავით სულ ყველა ერთად აღებული ამას რა ბედი უნდა გადაწყვიტონ აი მითხარით აი ლოგიკას მივყვეთ გინდა სულ ანგელოზები იყვნენ გასწევ და
კაი ადამიანები და კაი პოლიტიკოსები და ასე. თუ 1% აქვს ადამიანს იმან რა უნდა გადასულოს და თუ ის 1%-იც აქვს, რატო არავინ არ გამოდის მათ დასაცავად, რატო არავინ არ გადის იმაზე რა ქვია ციხეებთან, რატო არავინ არ ხვდება ის 1%-იც ხო რაღაცა რაოდენობა ადამიანებს არის, ხო? როცა დაიცვან. ანუ მათ რასაც არ გააჩნია და ესაც უფრო მიწერილს გავს და ფალსიფიცირებს. მე არ ამჯერა ასეთი ოპოზიცია ბალანს. ეგ ოპოზიცია არ არის. ეგენი არიან უბრალოდ აი რაღაც ერთი კაი ბიჭების ნაბორი, რომელსაც ვიღაცასთან რაღაც გარიგებაში არიან, საღამოთი პურს ერთად ჭამენ, დღისით ერთმანეთს ვითომ ლანძღავენ, მერე თამაშობენ და ეხლა თქვენ რო გქონდეთ მილიონი შემოსავალი თვეში, თქვენც ითამაშებთ იქ ციხეში წაყვავდით, ვიღაცაში აგინოთ, იქ ვიღაცას ისე და ასე მიდის, ეს იყო შევარდნაძის დროს ასე, მე ეს პირადად ბევრი, ვიცი ბევრი, დღესით რო პარლამენტში ჩვენკვირს ამტვრევდნენ საღამოთი კიდე არჩევდნენ ვის როგორ რამდენი და რა წილი შეხვედროდა და ასე შემდეგ. ეს იგივე გრძელდება დღემდე. აი მითხარით ახლა, აი ჩვენი ქვეყანა არის მიგდებული, ბატონო. არა ყავს ჩვენისა. მაგათ შემხედვარი, აი ვიცი რა ივანიშვილი არის, როგორ გითხოვს, პროფესორი, აკადემიკოსი და რა ვიცი მე. სოფლიო მწვერვალების დამპყრობელი, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ეგეთი ოპოზიციის ხელში ვისაც სჭირდება ეგეთი ადამიანები, ხო? და ბიძინა ივანიშვილიც მაგიტომ არის დამნაშავე, რომ სოდავს, რომ მაგათ აჭმევს პურს კიდე. რომ ეს ყავდეს, ასე ვთქვათ, ტელევიზიაში ყავდეს გამოჭიმულები, რომ კიდე ახლა უყურეთ თქვენ ოპოზიციას და მომეცით მეხმარდა, შო. აი ეს არის ტექნოლოგია ჩვეულებრივი. კი, გეთანხმებით. აბსოლუტურად გეთანხმებით. მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. მადლობა ამ ლაივ ეთერისთვის ბატონო გოჩა თქვენ და ჩვენ 1 საათია რაცა ვართ ამ ვიდეო ეთერში და მე მინდა მოვისმინო ბოლოს თქვენი აზრი საზოგადოებას ეს უფრო აინტერესებს. უბრალოდ აი კრიზისის ფონზეა რა მთელი ერი მისული და ეგ გაჭირვებაში ცხოვრობს, ძალიან რთულია მათთვის რაღაცნაირად გამოწვევები მოთხოვა, აქ რატო არ გახარ იქ არენდობიან, ნდობა ნიველირებულია და ვერ უყურებენ ამ სავალ წერტილს, უნდა იდგნენ თავისი ადგილი არ იცის ხალხმა. ამიტომ ვერ ადგები და ვერ ეტყვი. ვერ ეტყვი, რომ გინდა თუ არა ასე დადგეს და ისე დადგეს. ბოლოს რო გითხრათ თქვენი შეფასება მოგცეთ იმის შესახებ, რომ აი სადამდე მივა ეს ყველაფერი, როდესაც ამოიწურება თითქოს ამ ოპოზიციური რესურსის არსებობა და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ევროსაბჭოდან, ამერიკიდან და მაინც ასე თუ ისე ამას დემოკრატიის სიკვდილი, როდესაც შენ თუნდაც იმ უარგის ოპოზიციას ხო. კი, ეს გეტყვით, რომ ჩვენ უნდა ობიექტურად ვუყუროთ ჩვენ თავს. უნდა ჩავიხედოთ სარკეში. პირდაპირ ასე შეშელობით, როგორც ყოველდღე ნებისმიერი ადამიანი აკეთებს. ხო, სანამ გარეთ გავა, ჩაიხედოს სარკეში, ხო, როგორ აცვია, როგორ მოწესრიგებულია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ. ჩვენ ვართ კავკასიაში, ბატონო. ჩვენ არა ვართ შუაგულ ევროპაში. პირველი შეცდომა ის არის, რომ ადამიანები და მომავალი თაობა, ეს ახალგაზრდები აღზარდეს ისე იგივე უნივერსიტეტებში, თქვათ, რომ თითქოს საქართველო არის შუაგულ ევროპაში და ჩვენ სხვა პრობლემები არ გაგვაჩნია. გარდა იმისა, რომ ვიცავთ, თქვათ, LGBT-ს უფლებებს, ვიცავთ იმის უფლებას, რაღაცა წარმოსახვითი პრობლემების უფლებას და ამ დროს ჩვენ ვართ გარშემორტყმული, არც თუ ისე კეთილმოსურნე ქვეყნების, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს გაგცეცხლონ. როგორც კი მაგის საშუალება მიეცემ. და აქამდე არ გააკეთეს იმიტომ, რომ იგივე თქვათ ევროპა და იგივე ამერიკა ამას პრევენციას უკეთებდა. და დღემდე უკეთებს. ჩვენ თუ ეს დავკარგეთ ეს ხაზი, ჩვენი დამცავიდან, ასე ვთქვათ, პატრონი აღარც არავინ არ იქნება, არავინ არ იქნება დედამიწაზე. ვის ესე იგი ისევ რუსეთთან ან ჩვენი მეზობლებთან უნდა ვიყოთ ისევ ვასალურ მდგომარეობაში და მეორე ჩვენ არა გვაქვს სტრატეგია. სტრატეგია უნდა შემუშავდეს, ვინც არ უნდა იყოს მომავალ ხელისუფლებაში შემცველი, ვინც არ უნდა მოდიოდეს. არა, იმას უკვე უნდა ჰქონდეს გეგმა და ეს გეგმა უნდა იყოს საჯარო ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ხალხმა უნდა იცოდეს ვის უნდა განა ხალხი, იმიტომ არ აძლევს მას ან არ აქტიურობს, იმიტომ ვის უნდა დაუჭიროს მხარი, ბატონო, თქვენ დაუჭერდით ეგეთ ოპოზიციას მხარს, ეგეთ მხარს, კიდით მოიყოთ.
არავინ არ დაუჭერს. თქვენ საუბრობთ გეოპოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებაზე და ჩვენ არა, მე ვამბობ, ჩვენ თვითონ ქვეყნის შიგნით მეთქი, საგარეო და საშინაო ეს გავლენას ახდენს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს დემოგრაფიაზე, ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენს მდგომარეობაზე, ყველა მიმართულებით უნდა. გვინდა არ გვინდა ეს ფაქტი არის და ეს ამოცმულობიდან უნდა გამოვიდეთ. და ჩვენ თუ არ გადავწყვიტოთ რა გვინდა, ჩვენ პრობლემები გვექნება. ჩამოყალიბებული უნდა იყოს. მაგიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე უახლოს მომავალში ჩამოყალიბდება ახალი გაერთიანება, ახალი ორგანიზაცია, სხვადასხვა სახით და რომლებიც გააქტიურდება და საქართველოში ნელ-ნელა დაიწყებს მუშაობა საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესებისთვის და არა ვიღაცას. აი მაგალითად ავიღოთ იგივე ოცნება. ოცნებას გაცხადებული აქვს ვითომ კონსერვატიული რაღაცა შეხედულებები, ვითომ იცავენ ტრადიციებს, მაგრამ ყველაფერს პირიქით აკეთებენ, ხო? და ეკონომიკური ისევ არის ლიბერალური, მაქსიმალურად ლიბერალური, სადაც ჩვენ მეწარმეებს არაფერი არ შეუძლიათ. აი წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა არის. და შესაბამისად, ვინც არ უნდა მოვიდეს მომავალში, ის უნდა ეცრუნავდეს ამის ცვლილებაზე და ეს უნდა შეიცვალოს. ხალხის წიაღისეული და წიაღიდან უნდა წამოვიდეს ეს ყველაფერი. მაგიტომაც ეს ჩვენი გასაკეთებელიც არის, ყველა ჩვენთაგანის გასაკეთებელია ეს საქმე. ბატონო. პატარ-პატარა, მაგრამ პატარ-პატარა შეძახილით, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ემიგრაცია, დარჩენილი მოსახლეობა, ჩვენ უნდა მუშაობდეთ ამ მიმართულებაზე. მე ვაკეთებ რაც შემიძლია, ვეხმარები საქართველოში ადამიანებს, ვინც უკვე ამას მუშაობს. რაც შეიძლება გაკეთდეს, რა შეიძლება გაკეთდეს, ამას მომავალი უკვე მალე აჩვენებს სექტემბერ-ოქტომბერში. მაგრამ დატოვება არ შეიძლება. ეს მთავრობა რო გასაშვებია, ორი აზრი არ არის, მაგრამ ვინ თუ უნდა ჩაენაცვლოს, ამას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა და ფაქიზად მოვეკიდოთ. არა, ესენი იმიტომ კი არ უნდა გავყაროთ, რომ ესენი უკვე გვეჯავრებიან და რაღაცა. არამედ უნდა ჩავანაცვლოთ ღირსეული, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ხედვის და ქვეყანაზე მზრუნვალი ხალხით, ასე ვთქვათ. და არა ამ ასეთი ოპოზიციით, რომელიც ახლა პარლამენტს არჩევს ციხეში გაქცევა, არალოგიკური ადამიანები არიან, ლაპარაკიც არ არის მათზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბატონო გოჩა, რომ ერთვებოდით პირდაპირ ეთერში. საინტერესო იყო თქვენი შეფასებები, მოუწოდებ ყველას თითოეულ მათგანს, რომ გამოიწეროს ჩვენი ვიდეო არხი, უფრო რეალური, უფრო სწორი ინფორმაციის მიღებისგან, იმიტომ რომ ეს ჩემი არხი თავისუფალია ეგრეთ წოდებული ნომენკლატურისგან და თავისუფალია ზეწოლისგან. ადამიანები ლაპარაკობთ იმას, რასაც ხედავთ, რეგამოცდილებას გაგვაჩნია. ამასობაში მე თქვენს პორტრეტს გამოგიგზავნით ამერიკაში. დიდი მადლობა. კარგად, ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მაყურებელს, გემშვიდობებით და კარგ გაბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. და აუცილებლად კიდე დაგითმობთ ჩვენს ვიდეო ეთერს, თუ ჩაგვერთვებით, თუ იქნება სურვილი აუცილებლად პოლიტიკურ მოვლენებს და ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, თორე დავემგვანებით იმას, ევროკავშირმა მხოლოდ ვანუატუა შეუჩერა უვიზო მიმოსვლა და ალბათ შეიძლება მეორე პრეცედენტი ჩვენზე გააკეთოს. რატო უნდა როცა ამ ხელა გაჭირვება 2.800.000 ემიგრანტია ქვეყნიდან დავრილი და ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკიდან და თუნდაც ევროპიდან საკუთარ ოჯახს არჩენს დღეს საქართველოში. მაგას ხედავენ ისინი საქართველოში ასევე ბატონო დავი, ვინც ასე ვთქვათ, მაძღარს ხშირიც მაძღარი გონიაო. ეს არის პრობლემა მეტი არ. აუცილებლად. მადლობთ თქვენ ყურადღებისთვის. კარგად, კარგად ბრძანდებოდეთ.